ზღაპარი ჯადოსნური ძონძებისა, ოქროს მდებელი თხისა და უჩინმაჩინის ქუდიანი ჯარისკაცებისა. ზღაპარი ჯადოსნური ძონძებისა. იყო ერთი ღარიბზე ღარიბი ხარაზი. კუჭი სულ შიმშილით უხმებოდათ მასაც, მის ცოლსაც და ერთადერთ თხასაც. ერთხელ ხარაზმა უთხრა ცოლს. ასე სადამდე ვიყოთ, წავალ, ქვეყანას მოვივლი, იქნებ ბედს ვეწიო. მანამდე კი ეს თხა დავკლათ, ერთი ნაჭერი ხორცი მაინც წავიღოს საგზლადო. თქმა და ამის შესრულება ერთი იყო. მეორე დღეს ხარაზი გაუდგა გზას. საგზლად თხის ხორცის პატარა ნაჭერი წაიღო. ბევრი იხეტიალა, მაგრამ ადამიანის ჭეჭანებას ვერსად წააწყდა. არც სოფლისთვის მოუგრავს თვალი, არც სახლისთვის და არც ვინმე ადამიანისთვის. ბოლოს ერთ ქვას მიადგა. ქანდაკება იყო. ჩრდილში ჩამოჭდა. იფიქრა მუხლს მოვხრი, დავისვენებ, ცოტას წავიხემსებ კიდეცო. ის იყო თხის ხორცი პირთან უნდა მიეტანა, რომ ქვის ქანდაკება მენა ამოიდგა. მაგ ხორცს პირი არ დააკარო. რა ვქნა აბა, შიმშილით ხომ არ მოვკვდები, აბუზღუნდა ხარაზი. ქვის ქანდაკება მისევ უთხრა. აი იმ ხებ ქვეშ რომ ქოხი დგას, ქვესკნელი სუფალთ იქ სახელოსნო აქვთ გამართული. წადი და ეგ ხორცი შიგ შეაგდე, სამაგიეროდ კი ის ძონძები ითხოვე, თაროზე რომ უწყვიათო. ხარას ხორცი კი დაენანა, მაგრამ ქანდაკებას ურჩობა ვერ გაუბედა. მივიდა მართლაც ქოხთან, ხორცი შიგნით შეაგდო და სამაგიეროდ ძონძები წამოიღო. სად ხორცი და სად ეს ძონძები? შინ ამაზე უკეთესი ძონძები არ მქონდა, ფიქრობდა ხარაზი. ქანდაკებამ ახლა უთხრა. აიღე ეს ჯოხი, სამჯერ დაჰკარი ძონძებს. ხარაზმა დაუჯერა და იცით რა მოხდა. ამ ძონძებზე ძვირფასი საჭმელ სასმელი და ვერცხლის ლანგრებით და ბროლის სურებით სასმელიც გაჩნდა. მერე და რა საჭმელები იყო, იცით? უკეთეს ხელმწიფეც ვერ ინადრებდა. ხარაზმა კარგად მიირთვა, მადლობა გადაუხადა ქანდაკებას და ძონძებს დაავლო ხელი ჯოხს და შინისკენ მოუსვა. ახლა რაღა ჰქონდა სახედიალო, ამაზე დიდ ბედნიერებას როგორ ეწეოდა? საღამოს ხარაზმა ერთ სასტუმროში ღამის გასათევი ითხოვა. სასტუმროს პატრონმა უთხრა. ღამეს კი გაგათევინებ, მაგრამ რა გაჭამო, აღარაფერი დაგვრჩაო. ღამეს გავათევ, საჭმელი არ მინდა, უთხრა ხარაზმა. შემდეგი თავის ძონძები გაშალა, ჯოხი დაჰკრა და მაშინვე გაჩნდა საუკეთესო საჭმელ-სასმელი. სასტუმროს პატრონმა და მისმა ცოლმა თვალებით დაჭყიდეს გაოცებისგან. ეს ძონძები ვის და სწორედ მათ სჭირდებოდათ. ღამით ბოროტი ცოლ-ქმარი მიიპარა ხარაზის საწოლთან. მოიპარეს ჯადოსნური ჯოხი და ძონძები და მათ მაგივრად გვერდით ჩვეულებრივი ძონძები და ჯოხით დაუწყვეს. ხარას მაგრად ეძინა და არაფერი გაუგია. დილა ადრიან ადგა და გზას გაუდგა. ბოლოს სახლსაც მიაღწია. თავის ცოლს უთხრა. წადი და ნათესა უმოყვარე მოიყვანე. ყველას დაუძახე, კარგად უნდა ვაქეიფოო. არ გასულა დიდი ხანი, რომ ხარაზის სახლი სტუმრებით აივსო. ხარაზმა უამბო მათ, რაც თავს გადახდა, შემდეგ ძონძები გაშალა დიდი სამბით და ამაყად დაკრა ჯოხი, მაგრამ არაფერი მოხდა. ხარაზი ურტყამდა ჯოხს ძონძებს, თანთმებს იგლეჯდა სიმწრისგან, მაგრამ რას უშველიდა? სტუმრებმა სიცილი დააყარეს და თავთავიან სახლებში დაბრუნდნენ. შერცხვენილი საწყალი ხარაზი ნატრობდა, ნეტავ პატარა ადამიანად მაქცია და თაგვის სოროში შემაძვრინაო. ოქროს მდებელი თხის ზღაპარი. ხარას შინ რაღა გააჩერებდა, მეორე დღეს გაუდგა გზას. ტომარაში ერთი ნაჭერი თხის ხორცი ჩაიდო ისევ. შემდეგ ქანდაკებასთან შეისვენა. მან კი უთხრა, მიდი და ხორცი ქოხში შეაგდე. ხარას ახლაც დაენანა ხორცი, მაგრამ დაუჯერა. ახლა სამაგიეროდ ერთი ბებერი თხა მისცეს. სადის მსუქანი ხორცის ნაჭერი და სადეს ბებერი თხა. ასე გამხდარი. მისი ახლახან დაკლული თხაც კი არ იყო. ქანდაკებამ ისევ მისცა ჯოხი და ხარასს უთხრა. სამჯერ დაუკაკუნე თხას ზურგზეო. ხარაზმა მართლაც დაუკაკუნა თხას ზურგზე და თხა მყარა და ყარა ოქროები ყურებიდან, პირიდან, საიდან აღარ სცვიოდა ოქრო ძირს. ხარაზმა აკრიფა ოქროები, მივიდა ქანდაკებასთან, მადლობა გადაუხადა, თხას კი თოკი მოაბა და საჩქაროდ შინისაკენ წავიდა. ახლა რაღა ჰქონდა სახედიალო, ამაზე დიდ ბედნიერებას სათხა იპოვიდა. საღამოს ისევ სასტუმროში მივიდა და ითხოვა, ღამე გამათევინეთო. ხოლო სასტუმროში გადასახდელი ფული თხას გამოაყრევინა.
სასტუმროს პატრონმა და მისმა ცოლმა თვალები დაჭყიდეს გაოცებისგან. სწორედ მათ სჭირდებოდათ ასეთი თხა. ღამით შეუცვალეს ხარას თხაც და ჯოხიც. მას გულის ძილით ეძინა და არაფერი შეუმჩნევია. დილით ადრე ადგა და გზას გაუდგა. სახლსაც მიაღწია და ისევ თავის ცოლს უთხრა. ყველა მოიყვანე, ვინც კი ნათესავ მოყვარებ ყავს. ყველას დაუძახე, მინდა ვასიამოვნო და ყველა გამდიდრებული გავისტუმრო სახლშიო. მალე მართლაც სახლის სტუმრებით გაივსო. ხარაზი მოყვარაც თავს გადახდა. მერე თხა გამოიყვანა. ამაყად დაკრა ჯოხი ზურგზე, მაგრამ საწყალმა ბებერმა თხა მარიცოდა რა უნდა ექნა. ოქრო როგორ უნდა გადმოეყარა, ის ხომ ჩვეულებრივი თხა იყო. პირიდან და ყურებიდან არაფერი უცვიოდა, ხოლო უკანა ტანიდან კი სცვიოდა და სცვიოდა, მაგრამ ის ოქრო არ იყო. შავი დღე დაადგა ხარას. სტუმრებმა აბუჩა დაიგდეს და გალანძღეს. სიამოვნებით შეძრებოდა თაგვის სოროში პატარა რომ ყოფილიყო. უჩინმაჩინის ქუდიანი ჯარისკაცები. საწყალ ხარას შინ რაღა გააჩერებდა, მეორე დღეს კვლავ გასწია სახელდიალოდ. უკანასკნელი ხორცის ნაჭერი ტომარაში ჩააგდო, ზურგზე წამოიკიდა და გზას დაადგა. ისევ მივიდა ქანდაკებასთან. ქანდაკება მუთხრა. ხორცი ახლავე ქოხში შეაგდე. ხარას სახლაც დაენანა ეს ხორცის ნაჭერი, მაგრამ ურჩობას ვეღარ ბედავდა. ამჯერად გასამრჯელოდ ძველი ქუდი მისცეს. სად მსუქანი ხორცის ნაჭერი და სად ეს ძველი ქუდი? ბოსტნის საფრთხობელას უკეთესი ქუდი ეხურებოდა, მაგრამ ქანდაკებამ ისევ მისცა ჯოხი და უთხრა. ქუდს სამჯერ დაჰკარი. და იცით შემდეგ რა მოხდა? ქუდიდან ჯარისკაცების მთელი ამალა ამოვიდა. ჯარისკაცები ხმლებს იქნევდნენ, ხანჯლებს ატრიალებდნენ, ტანკებს მოაგრუხუნებდნენ. ხარაზმა ისევ დაკრა ჯოხი ქუდს და ახლა ჯარისკაცები კვლავ ქუდში ჩახდნენ. ქანდაკებამ უთხრა. სასტუმროს პატრონებმა მოგატყუეს. ჯერ ჯადოსნური ძონძები და ოქროსმდებელი თხა წაგართვეს, ახლა კი წადი ეს ქუდი წაიღე და შენი ავლადიდება დაიბრუნეო. ხარაზმა მადლი მოახსენა და გზას გაუდგა. დაღამებისას სასტუმროს მიადგა. სასტუმროს პატრონებს გაუხარდათ მისი სტუმრობა, იფიქრეს, ახლაც რამეს დავცინცლავთო. ხარაზმა დაუღრიალა. ახლავე აქ გააჩინეთ ჩემი ჯადოსნური ძონძები და ის ოქროსმდებელი თხაც. სასტუმროს პატრონებმა სიცილი დააყარეს. რა ძონძები? რის თხა? შენ ხომ არ გაგიჟდი? ან ზრდილობა სად დაკარგე? ჯერ ერთი როცა ასეთ ადგილას შემოდიხარ, ქუდი უნდა მოიხადო. ხარაზმაც მართლა მოიხადა ქუდი. დაკრაზეთ ჯოხი და ამოხტნენ იქიდან ჯარისკაცები. ნეტა ვიცოდეთ რა ჯოჯოხეთი დატრიალდა. ატყდა მტრევა, მსხრევა, კვნეს და ყვირილი. სასტუმროს პატრონებმა ვეღარ გაუძლეს და აყვირდნენ. ოღონდ ნუ დაგხოცავთ და ყველაფერს დაგიბრუნებთო. ხარაზმა ჯარისკაცები ისევ ქუდში ჩააბრუნა. მერე აიღო თავისი ძონძები, წამოიყვანა თხაც და წამოვიდა შინისაკენ. მალე მივიდა სახლში. ახლა კი მიიტანა ნამდვილი ჯადოსნური ძონძები და მიიყვანა ნამდვილი ოქროსმდებელი თხაც. დაიწყო ბედნიერი ცხოვრება. ყოველდღე ჰქონდათ შემწვარ მოხრაკულები და მეზობლებსა და მეგობრებსაც პატიჟებდნენ ხოლმე. ამბავი მეოთხე, როგორ დაამარცხა ხარაზმა ხელმწიფე. ერთ დღეს ხარაზის სახლთან ხელმწიფემ ჩამოიარა. სახლიდან მხიარული ხმები ისმოდა. შიგნით შევიდა. სუფრა სავსე იყო ნუგბარ-ნუგბარი საჭმელებით. შუა ოთახში კი თხა იდგა და ოქროებს ყრიდა. ხელმწიფე სუფრასთან მიიპატიჟეს. მიუჯდა ხელმწიფეც სუფრას თავის ამხლებლებთან ერთად და მადიანად მოულხინა. თან გაიფიქრა. ეს რა საოცარი ნივთები აქვს ხარას. ეს ხელმწიფეს უნდა ჰქონდეს. და წასვლისას მსახურებს წასჩურჩულა. ხარას რათ უნდა ეს ჯადოსნური ძონძები და ოქროსმდებელი თხა? მიდით და ახლავე წაართვითო. მსახურებმა ხელის დაცეს ჯადოსნურ ძონძებს და ოქროსმდებელ თხას და გამოიქცნენ. აყვირდა ხარაზი. უფალო ხელმწიფე, თხა და ძონძები ჩემია. დამიბრუნეთ, თორემ საქმე ცუდად წაგივათო. ხელმწიფეს გაეცინა. ცხენს მოახტა და გაქუსლა, მაგრამ შორს ვეღარ წავიდა. ხარაზმა გამორეკა ჯადოსნური ქუდიდან ჯარისკაცები და უკან დაადევნა. ჯარისკაცები მალე გაუსწორდნენ ხელმწიფის მხლებლებს. ბოლოს ხელმწიფეც კი შეიპყრეს და ხარას მიჰგვარეს. რაღაც იზამდა ხელმწიფე, დაუბრუნა წართმეული ჯადოსნური ნივთები ხარას. მას შემდეგ ხარას ბუსსაც ვეღარავინ უფრენს. მისი საქმე დღესაც კარგად მიდის. ყოველდღე აქვს შემწვარ მოხრაკული საჭმელი. თავის ნათესაო მეგობრებსაც პატიჟებს. ოღონდ ჯერ მე და შენ არ მიუწვევი ვართ.